სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. იოანე ოქროპირი ბრძანებს ღმერთს რომ არ დავესაჯეთ, თავადვე უნდა გვეთხოვა სასჯელი იმისათვის, რომ ასეთი უმადურნი გამოვდექით ჩვენი კეთილის მყოფელისადმი. ხშირად ის, ვინც ქალის სიყვარულით იწვის და სამაგიერო სიყვარულს ვერ ღებულობს, თავს იკლავს, ხოლო რომც მიიღოს სასურველი და რამე შესწოდოს საყვარელი ქალის წინაშე, აღარ თვლის თავს სიცოცხლის ღირსად. მას განა არ შეგვფერის, რომ გენის ღირსად მიგვაჩნდეს თავი ჩვენ, ვინც ასეთ მოწყალე და კაცთმოყარე ღმერთს განვარისხებთ. ერთ კიდევ უფრო უცნაურ, საკვირველ და იქნებ ბევრისთვის დაუჯერებელ რამესაც გეტყვით. იმას მეტი ნუგეშისცემა მიეცემა, ვინც სასჯელს დაითმენს ასეთი კაცთმოყარე ღმერთის შეურაცხყოფის გამო, ვიდრე იმას, ვინც არ დაისჯება. ეს რომ ასია ჩვენი საერთო ჩვეულებიდანაც ჩანს, როცა ვინმე საყვარელ ადამიანს განაწყენებს, ყველაზე მეტად ის ამშვიდებს, როცა თვითონ ითხოვს რაიმე სასჯელს და დაითმენს მას. მეორე მეფეთა წიგნში წერია, აირას ამბობს ამაზე დავითი. აქავარ უფალო მწყემსი ესე, რომელმან შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვქმენ, ხოლო ამათ საცხოვართა არ არას ცოდეს. იყავ ხელი შენი ჩემზე და სახსა ზედა მამისა ჩემისასა. ანუ, აჰა აქავარ უფალო თავად მწყემსი, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ მცხრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამა ჩემის სახლზე იყოს შენი ხელი. და როცა მას აბესალომი მოუკვდა, სასტიკ სასჯელს ითხოვდა თავისთვის. თუმცა თვითონ შეურაცხყოფელი კი არ იყო, არამედ შეურაცხყოფილი. მაგრამ რადგანაც ძალიან უყვარდა დაღუპული შვილი, თავად განუჩინა საკუთარ თავს მწუხარების ტანჯვა და შვებას ამაში პოულობდა. ჩვენც ასევე უნდა ვისჯიდეთ თავს, როცა რაიმეს შევცოდავთ მის წინაშე. ვის წინაშეც არ უნდა ვცოდავდეთ. ხომ ხედავთ, როგორ იგვემენ თავს საყვარელი შვილების დამკარგველნი, როგორ იგლეჯენ თმას და ამ ტანჯვით დარც მცირედით იქარვებენ. რომც არაფრით შეურაცხყოფდეთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, მხოლოდ ისიც კი რომ თანაუგრძნობთ მწუხარებაში, რაღაც ნუგეშს გვაგრძნობინებს. და მით უმეტეს თუ კი თავად შეურაცხავით, განა სასჯელის დათმენა უფრო არ დაგვამშვიდებს, ვიდრე მისგან განთავისუფლება. ეს ყველა მიცის. ვისაც ისე უყვარს ქრისტე, როგორც უნდა უყვარდეს, მიხვდება, რასაც ვამბობ. ანუ რომ თავად არ მოინდომებს, დაულჟელად დარჩეს, თუნდაც რომ ქრისტემ მიუტევოს, რადგან თავისთავად მისი შეურაცხყოფა უკვე უდიდესი სასჯელია. ვიცი რომ ბევრისთვის დაუჯერებელია ჩემი ნათქვამი, მაგრამ საქმე სწორედ ისია, როგორც ვთქვი. თუ გვიყვარს ქრისტე ისე, როგორც უნდა გვიყვარდეს, თვითონ დავისჯით თავს ჩვენი ცოდვებისთვის. ვისაც უყვარს, იმას კი არ აწუხებს, რომ შეურაცხყოფისთვის ისჯება, არამედ პირველ ყოვლისა თვით შეურაცხყოფა საყვარელი ადამიანისა. და თუ ეს უკანასკნელი არ განრისხდება და არ დაჟის მას, ამით კიდევ უფრო მეტ ტანჯვას მიაყენებს. ხოლო თუ დაჟის, პირიქით დაამშვიდებს და ანუგეშებს. მას ღვთის შეურაცხყოფისა გვეშინოდეს და არა გენისა, რადგან თუ ღმერთი განგვირისხდა და პირი იქცია ჩვენგან, ეს გენიაზე უფრო მძიმე იქნება, ყველაფერზე უარესი და ყველაფერზე საშინელი. ხოლო რომ დარწმუნდე, თუ რა ცუდია ეს, დაფიქრდი იმაზე, რასაც ახლა გეტყვი. წარმოიდგინე, მეფეს რომ დაენახა, როგორ სჯიან ვინმე ავაზაკს, ან სხვა დამნაშავეს. და მის ნაცვლად სასიკვდილოდ მიეცა თავისი საყვარელი, მხოლოდ შობილი, ანუ ერთადერთი,
ღვიძლი და სჯულიერი ძე. თანაც იმ პირობით, რომ მის სიკვდილთან ერთად ავაზაკის ბრალიც ამ უდანაშაულო ძეზე გადასულიყო. დამნაშავე სასჯელისგანაც განთავისუფლებულიყო და შერცხვენასაც გადარჩენოდა. მეტიც მეფეს მისთვის უმაღლესი პატივი მიენიჭებინა. ახლა დაუშვირო მან, ვინც ასე სასწაულებრივად გადარჩა და ესოდენი პატივის ღირსი გახდა, ამის შემდეგ შეურაცხყო თავისი კეთილის მყოფელი. განა არ არჩევდა იგი, თუ სუმფლად არ დაუკარგავს გონება 1000-ჯერ მომკვდარიყო, ვიდრე სამუდამოდ ასეთი უმადურობის დაღი გაჰყოლოდა. ჩვენც ასე ვიფიქროთ და მწარედ ვიტიროთ, რომ უმადურად შეურაცხყოფთ ჩვენს კეთილის მყოფელს. თავს ნუ დავიმშვიდებთ იმით, რომ ღმერთი დიდხანს ითმენს შეურაცხყოფას. პირიქით, სწორედ ამიტომ უფრო მეტადაც უნდა ვწუხდეთ. ჩვენთან ადამიანებთანაც ხომ ასეა, კაც რომ მარჯვენა ხაწუში სილას გააწნავენ და მარცხენას მიუშვერს, უფრო დიდი შურიზიება იქნება, ვიდრე ის 1000-ჯერ რომ გაერთხა საპასუხოდ. სწორედ ასევე, ვინც ლანძღვა გინებას ითმენს და კი არ აგინებს, არამედ აკურთხევს კიდეც შეურაცხყოფელს, ამით უფრო მეტად სწყლავს, ვიდრე მაშინ უთვალავი პასუხი რომ გაეცა. თუ კი ჩვენ ასე გვრცხვენია ადამიანების, რომლებიც დიდსულოვნად ითმენენ ჩვენგან წყენას, განა მით უფრო არ უნდა გვეშინოდეს ღმერთის, როცა განუწყვეტლი ვცოდავთ, მაგრამ ამისთვის არავითარ სასჯელს არ ვღებულობთ. ჭეშმარიტად საშინელი სასჯელი მოელის ასეთებს. ამგვარად დავფიქრდეთ ამაზე, მაგრამ პირველ ყოვლისა ცოდვის გვეშინოდეს, რადგან მისგანაა ტანჯვა, მისგანაა გენის ცეცხლი, მისგანაა ყოველი ბოროტება. და არა მარტო გვეშინოდეს, არამედ გავექცეთ კიდეც და ვეცადოთ მუდამ სათნო ვეყოთ ღმერთს. ამაშია სწორედ სასუფეველი, ამაშია სიცოცხლე, ამაშია 1000 სიკეთე. მაშინ ჯერ კიდევ ამ სოფელში ვეზიარებით ცათა სასუფეველს და საუკუნო სიკეთეებს, რომელთა დამკვიდრებად და ღირს ყოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მადლითა და კაცმოყვარევითა თვისითა, რომელსა მამისა და სულისა წმინისა თანაშვენის დიდება, უფლება და პატივი აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აი ამიტომაც დავდივართ ჩვენ ეკლესიაში, რომ ჩვენი დაცემულობა განვიკურნოთ. ადამიანში არსებული ვნებები, რაც არსებობს, ეს იქნება მრისხანების ვნება, გემოთმოყვარეობის, ბრუშობის, ვერცხლის მოყვარეობის, იგივე ანგარების მოყვარეობის, პატივმოყვარეობის, სიამაყის, ამპარტავნების, გემოთმოყვარეობის, ნაყროვანების. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა და ბევრს უთქვამს, რომ რა ვქნა, ასეთი ვარ. ასეთია ნამდვილად კი. ბუნებრივია ნამდვილად ეს მდგომარეობა მისთვის. ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა, ეს არის ცოდვის შედეგად შემოსული დაავადება, ავადმყოფობა. იოანე ოქროპირი ამბობს, რაც სიამაყეა სულისათვის, იგივეა სხეულისთვის ანთება. ანუ სიამაყე არის მსგავსი ანთებისა. თუ არ განიკურნა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს ეს. ასე რომ ეს არის შეძენილი და ადამიანში გახდა მეორე ბუნება. მაგრამ თუ ადამიანი განიკურნავს საკუთარ თავს, მაშინ შეუძლია რომ დააცხროს, მოიკვეთოს აი ეს სნეულებები, ეს ვნებები
და ადამიანი ხდება შემდგომში ბედნიერი, უბედნიერესი, რადგანაც მიმღებია უკვე ღვთაებრივი მადლის და გრძნობს, ღმერთს გრძნობს ადამიანი. ღვთაებრივი მადლი შემოდის მასში, ასხივოსნებს და ბედნიერს ხდის, რადგანაც ღმერთი არის ბუნებით სიყვარული. ღმერთს არ შეუძლია სიძულვილი. და ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთმა დამსაჯა. ღმერთმა კი არ დაგსაჯა, შენ დასაჯე საკუთარი თავი, იმიტომ რომ დაემონე ცოდვას. და აღარ გახდი მიმღები ღმერთის. ღვთაებრივი მადლის მიმღები აღარ გახდი. ამიტომ, როდესაც სიყვარულს განეშორები რა მოგდის? გადადიხარ სიძულვილში, ანუ საპირისპირო მდგომარეობაში. სიბოროტე ღმერთს არ შეუქმნია. სიბოროტე არის სიკეთის საწინააღმდეგო, სიკეთის ნაკლებობა. ეს არის სიბოროტე. პირველმა ანგელოზმა ჩაიდინა ურჩობა, დაუპირისპირდა თავის შემოქმედს, არცა თაყვანი, არამედ პირიქით ღმერთობა მოინდომა მან და ამიტომ გადავიდა საპირისპირო მდგომარეობაში. ანუ განეშორა ღმერთს და შემოვიდა პირველი სიბოროტე სამყაროში. აი ეს სიბოროტემ დაიწყო შემდგომში მოქმედება, შურით ახსილმა ლუციფერმა დასცა ადამიანი ცოდვით, აცდუნა და მას შემდეგ უკვე ჩვენ ვართ აი ამ ცოდვის ხშირ შემთხვევაში ტყვეობაში მყოფები. თუმცა ქრისტე მოვიდა, გაანკურნა ადამიანური უძლურება, აი ეს სნეულებები და ვისაც უნდა რომ ქრისტეში იყოს და ქრისტეთი იცხოვროს, ქრისტეთი შეიმოსოს, მას უკვე საშუალება ეძლევა, რომ უმაღლეს სათნოებას მიწვდეს. აი ამისი საშუალება თითოეულ ადამიანს ჩვენ გვაქვს. ძველ აღთქმაში არ ქონდათ საშუალება, რომ სრულყოფილებას მიეღწიათ, აი ამ სიწმინდისთვის მიეღწიათ, სრულყოფილებისთვის, განღმრთობისთვის მიეღწიათ. აი ეს შეუძლებელი იყო, რადგანაც არ აძლევდა საშუალებას ძველი აღთქმისეული მდგომარეობა ადამიანს, მაგრამ ქრისტეს განკაცებით, ჯვარცმით, აღდგომით სრულად განიკურნა ადამიანური ბუნება და ადამიანს შეუძლია რომ განიღმრთოს. ანუ რატომ არის ზიარება? რისთვის გვჭირდება ზიარება? განღმრთობისთვის, რომ განვიკურნოთ, შეერთება ხდება ღმერთთან და რკინა რო ცეცხლს შეუერთდება, არაერთხელ გვითქვამს, რკინაც ხდება ცეცხლი. არ არის ცივი და მყარი საგანი, არამედ რბილი და მხურვალე ხდება, დაგწვავს რომ მიახლო რკინას. ასე რომ აი ესე ხდება ადამიანიც, იკურნება ამითი, მაგრამ რატომღაც ზოგიერთ ადამიანს ეს არ უნდა ერთულება, ეს პროცესი, განწმენდის პროცესი ერთულება, მაგრამ ურჩევნია რომ იტანჯებოდეს აი იმ ცოდვებით, რომელიც მას წყლავს, გვემს და ანადგურებს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. თუ აქვე საკუთარ წყულს არ მოწვავ, ეს მოწვა რა თქმა უნდა რთულია, ტკივა, გეწვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ეს მეტასტაზები უფრო და უფრო გავრცელდება და უფრო თელს სხეულს მოიცავს და გაგანადგურებს. და აქედან გასვლის შემდეგ ცხადად დავინახავ თითოეული ადამიანი ცოდვის ლაქა რაოდენ დიდი ბოროტებაა და დამაბრკოლებელია ჩვენი ცხონებისათვის. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ საკუთარი სხეული არ დავინდოთ, მოვიკვეთოთ ჩვენი ვნებები და შეუერთდეთ ღმერთს. თქვენ ხართ ტაძარნი ღმრთისანი, ამბობს პავლე მოციქული. თქვენი სხეული სულიწმინდის ტაძარი არის და ვინც ამ ტაძარს გახრწნისო, ღმერთიც გახრწნისო მას. ამიტომ ეს ტაძარი ღმერთს ეკუთვნის და არა დემონებს, არა ვიღაც მეძავებს და ვიღაც ლოთებს და ასე შემდეგ. არ არის ლოთობისთვის ეს სხეული. არც იმისათვის, რომ 200 კილო გავხადოთ.
და ვისიამოვნოთ სხვადასხვა კერძებით. არ არის ამისთვის. ეს სხეული უნდა იყოს ღმერთისთვის, რადგანაც ტაძარია ღმერთის. და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ რო დაუდევრები ვართ და ჩვენი ცხონებისათვის არ ვზრუნავთ, აქედანაც ჩანს ღმერთის მოწყალება და სიყვარული ჩვენდამი, რომ ღმერთი უფრო მეტად ზრუნავს ჩვენი ცხონებისთვის, ვიდრე ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გადარჩენისთვის. ამიტომაც მოგვივლენს ხოლმე ავადმყოფობას და გაგვეხსნება გონება, მოვდივართ აზრზე, თითქოს ძილისგან ვიღვიძებთ და ასე შემდეგ. სხვადასხვა საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ გონზე მოგვიყვანოს ღმერთმა. და ყველაზე ისეთი უგრძნობი ადამიანისთვის წამალი ეს არის ახლობელი ადამიანის წაყვანა. აი, როდესაც ყველაზე მეტად ვინც გიყვარს, აი დაფიქრდით, აბა, ყველაზე მეტად ვინ გიყვარს. და როდესაც გამოუსწორებლები ვართ, ვცოდავთ, არ ვინანიებთ, ღმერთს შეურაცხყოფას ვაყენებთ, უმადურნი ვართ ღმერთის სიკეთეებისადმი, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ღმერთმა, იცის რომ იღუპები შენ, აი ამ გზით დაიღუპები. სხვანაირად, ვერანაირად ვერ გამოგასწორა, მოგივლინა ავადმყოფობა და ავადება, ვერც ამან გიშველა. სხვადასხვა რაღაც განსასწრებლები მოგივლინა, ვერც ამან მოგატრიალა. და ბოლოს რა რჩება? აი ყველაზე მეტად ვინც გიყვარს, აი იმას რო წაიყვანს შენგან, აი მაშინ სიცოცხლე აღარ გინდა. აღარც ის ნარკოტიკები იქნება შენთვის ნუგეში და აღარც მეძავები იქნებიან, გული არ გაგიწევს, იმიტომ რომ ეს დამწველი ცეცხლი, რომელიც მწუხარების არის და გტანჯავს, ყველაფერს აღემატება. და აი მაშინ უკვე ავიხედავთ ზეცისკენ და ვიტყვით, რომ ღმერთო, გამომიყვანე აი ამ საშინელი მდგომარეობიდან. აი მაშინ იწყება უკვე ადამიანის ცხონება და გადარჩენა. ასე რომ რატომ უნდა მივიყვანოთ თავი იქამდე, რომ ეს საშინელი მტკივნეული განსასწრელი მოგვევლინოს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ მცირედი საყვედურიც კი შესმენილი იყოს ჩვენს მიერ და გამოგვესწორებინოს ჩვენი თავი იმ მდგომარეობიდან, რაშიც ვიმყოფებით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგუხოთ.